რომ სწავლის უფლების გაგრძელება მოიპოვა 31700-ზე მეტმა, უფრო ზუსტად 31704-მა გამოსაცდელმა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ციფრი გახლავთ სწავლის უფლების მქონე გამოსაცდელების 88%. საკმაოდ კარგი პროცენტია. შეფასებისა და გამოცდების ცენტრი შეახსენებს თითოეულ აბიტურიენტს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მათ მხოლოდ სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს და იმისათვის, რომ ისინი ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში და მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი, აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართონ დაუყოვნებლი იმ ვადებში, რაც გამოცხადებული აქვს თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს. მინდა გულწრფელად მიულოცო მათ ეს წარმატება და უსურვო ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ეტაპის დაწყება, რომელიც სულ რაღაც ერთ თვეში რამდენიმე კვირაში დაიწყება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სექტემბერში 8-დან 29 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდება დამატებითი საბუთების მიღება სოციალური პროგრამის მიხედვით გრანტების გაცემასთან დაკავშირებით. ეს პროგრამა მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს დაწყებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისგან, ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებისგან და მრავალშვილიანად ითვლება 4 ან მეტი შვილის არსებობა ოჯახში. ასევე ეს ეხება მაღალმთიან რეგიონებს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხასთან ცხოვრებ ახალგაზრდებს და ბევრ სხვა კატეგორიას.